მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლები. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო სახალხო შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ჩვენს გადაცემაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გააცინე ზაღლუკა rustavi2.com ან მობრძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5-ა ან დარეკეთ ჩვენს ტელეფონის ნომერს. ახლა კი გადავიდეთ ჯიურიზე. ნიკოლოზ არაბიძე და ბექაონიანი აპლოდისმენტები. როგორ ახლა? მოგესალმებით როგორ ჩარგებით ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის როგორც ტრადიციულად დიდი შემართებით და დიდი მithვართ მასულ და სხვათა შორის მიზანი გვაქვს უკვე დასახული დღევანდელ ჩაწერას. ახტება? აი ბატონ ნიკას ესე დღეს გადავწყვეტეთ ვიცინით იქამდე რამდენი კილოც ვართ. ანუ 30-მდე. არა. მე ვიცინი, მე უნდა გავიცინო 106 კილომდე. 106 ლარამდე. 106. თქვენ ბატონო საოცარი დამთხოვა. მეც 106 ლარამდე ვიცინი. რაღაც დაემთხვა ეს. მართლა 106. 212 ლარი გავადრეს ეგ. თვითონ მონაწილე. ძალიან კარგი. დაიკავეთ თქვენი ადგილი თუ შეიძლება. მობძანდით. არა, დააჯექი ვაინდერის დადო შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ მიირთოთ გადაცემა. არა, მოდი ხა წამყვანი ხარ გადაცემის და დააჯექი. არა, თქვენ მე ყოველთვის ჟიურისა რო თქვენ დამდებით პირველად მაგრამ პირველად ხო არ ვარ ეხა მოსული შეგიძლია. თქვენ შეგიძლიათ ჩემი ვაინდერის მიირთოთ და ასაერი უცნაური ტიპი. ნუ დახოცავთ ერთმანეთს რაღაც მაღალზე არა? მოდი მიახსნი რა არის ეს? ბორდი. აქ არის მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს 212 კილოს სახეზე. ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებთ, არ არსებობს. 3 ღილაკი ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს რომ 1 წუთი დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეღიმა, გაგვეცინა და სეიფიდან ფული გადის. წესები ვიცით, შემართება გვაქვს. ზეწოლა არ იყოს ჟიურზე. ხო, ხშირად ხდება. ზედმეტი სიცილი არ გავიგონო. დავიწყოთ? სიამოვნებით. ჩვენი პირველი მონაწილე მიშიკო კლდიაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა მიშიკო. მოგესალმებით. კლდიაშვილი ისე იმერელი ბრძანდებით ალბათ და თერჯოლიდან ხო არა ხართ? დიახ, თერჯოლის წარმოშობით იქედან, ისე ვანელი ვარ. ისე ახლა სად არ გადაგისთვის ცხოვრება ადამიანს? ეს ათოსი რა ხარ? შვილი. ესე როგორ არის შევსებული მიშიკოს თავისი ანკეტა, წერია მიშიკო 22 წლის საცხოვრებელი ადგილი ვანი, საშუალო საქმიანობა, უსაქმურო ჰობი, ნადირობა, საყოველთაოდ ძაღლი, საყოველთაოდ გუნდი. ესე მოკლე აქ. ოღონდ ეს ასე კი უნდა წაიკითხო. ასაგი 22 საცხოვრებელი ვანი. უცება, განათლება საშუალო. ასე ნაპასუხი. ნუ რა ვიცი, მოკლედ და კონკრეტულად შევსებული ის რა ქვია. ალბათ თანხის მოგებასაც ესე სწრაფად აპირებ, ხო? ნახოთ. ხო. წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს. შეგვიძლია დავიწყოთ მე მგონი ბეგასაც არაფერი. მიშიკო, რა ხომ პირველი მონაწილე ხარ, წესები უნდა აგიხსნა. 5 წუთი გვაქვს, პირველი წუთია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი და მეხუთე 1000 ლარი. წარმატებული წუთის შემდეგ შეგიძლია თანხა აიღო და გაბრძანდე, მაგრამ თუ დარჩები და ვერ შეძლებ მათ გაღიმებას, თანხას დაკარგავ. მე მგონი გასაგებია ყველა. დიახ. მე წარმატებებს გისურვებ, მოვემზადოთ. 3 2 1 ღვინო და არაყი შენი მტერი ეჭხუება ცოლი ქმარს. მერე შენ რა გინდა მტერ შეუშინდე არ ნებდება კაცი. სვანი ცხელ ხაზზე დარეკავს და ყური დაეწვება. როგორც იქნა და გადავაჩი ბაბა ჩემი ცხილების კვნეტას, როგორ კბილები დაუმალე. სვანს ეკითხებიან ინგლისური იცი? ვიცი. მამა როგორ არის? არაუშავ ცოტა გამოკეთდა. მიცვალებულს იმდენი რამე ჩაატანეს, 2 რეისი გააკეთა საიქიოში. სვანეს თვითმფრინავი გადაუფრინეს და საკენს დაუყრიან მოშინაურდებაო. ნიკო. რომელ ხუმრობაზე გაგერინა? 2 რეისი რო გააკეთა ბაბუა ჩემმა ცხოვრებულმა. იქან. თუმცა ვიცოდი, მაგრამ მაინც. ხო, იმიტომ გამიკვირდა. შეგიძლია? ვიცოდი რომ იცოდი და იმიტომ გამიკვირდა. ნუ ფაქტი ერთია რომ გაგეღიმა, 50 ლარი შენია, აპლოდისმენტები. შეკითხვა 50 ლარი კარგი დასაწყისია, მაგრამ ვაგრძელებთ თუ არა თამაშს? ვაგრძელებთ. ძალიან კარგი. მოვემზადოთ. 3 2 1 ხანძრის დროს სიდიდრი დამეღუპა, მერე ვერ გადაარჩინე, ისე ტკბილად ეძინა შემეცოდა გაესახვიძებლად.
ნარკუშა წევს ტრამატოლოგიურში, სულ ერთიანად ბინტებითაა შეხვეული. რა მოგივიდა, ხეს დავეჯახე. ოხ, წარმომიდგენია, მანქანა რა დღეში იქნება. მანქანით არა, ფეხით ვიყავი. მიხო, მივა სამსახურში, რაზე მოხვედი, დღეს ხომ შენი სიდედის გასვენებაა. გაუწყრა უფროსი. მიხომ კი მშვიდად უპასუხა, ჯერ საქმე და მერე სიამოვნება. ქუჩაში მიდის ქალი, რომელსაც ულამაზესი გრძელი ფეხები აქვს. დაეწია მამაკაცი და ეუბნება. უკაცრავად გოგონა სად იშოვა ესეთი ლამაზი ფეხები მაღაზიაში. ირონიულად მიუგო ქალმა. კი, მაგრამ სიფათი ხურდაში მოგცეს. ერთი სვანი სახეზე მაზუტს ისმევს, მერე ეკითხება რა შვები, განცხადება წავიკითხე, შავი მუშები გჭირდებაო. აიმიტომ არ უნდა წაიკითხო სუსი დაწერილი რაღაცეები. მინდა გიწერე ახლა აღია. ამოიწურა, ერთი წუთი ამოიწურა. მოდი აბა რას ურჩევთ გამომსვლელს? აი ერთი ხა ნუ ასურჩევ ალბათ დამითანხმება ნიკაც. აი ერთი ტონში იყო რა ყველაფერი, აი არც პაუზა იყო, არც ხასიათი, რაღაც თითქოს რაღაც გაბრაზებული ხარ დღეს მეგონი რაღაც, ხო? კარგ ხასიათზე ალბათ ეგენი დაწერე და მე მე შეიძლება მე მესმის რომ აქ გამოსვლელი ბევრი ნერვი ულოს ძალიან მე ჩემ ბექასაც ვეთანხმები მაშინ რომ ცოტა ალბათ თამაში აკლდა ყველაფერი იმას თუმცა ეს ანეკდოტები იყო და მე ისიც მინდა ვთქვა რომ ეს ანეკდოტები ალბათ მეც ყველა ვიცოდი და ადამიანის თუ კი ცნობილია მაშინ რაღაცით მაინც უნდა ვეცადოთ რომ გავაცინოთ ადამიანი ან თამაშით რაღაც საკუთარი ინტერპრეტაციით თუ რაღაცა უნდა მოუძებნოთ ამ ანეკდოტებს თუ კი ცნობილია. ძალიან კარგი რჩევებია, მედია ყველა გაითვალისწინებს. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, აპლოდისმენტებით გავაცნობთ. გაიხარით. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. შემდეგი მონაწილე ნოდარ ელბაქიძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ნოდარ. გამარჯობა. აი რა გინდოდათ ახლა ასაჭირო იყო ეს ის არის და ეს ის არის ეს არის ისე რა ქვიან ვანო ჯავახიშვილი რო გამოდიოდა ფილარმონიის დარბაზშიო ვაი რო გახვალთ ბოთლი არავინ გააყოლოსო დაჭეჭყილიო ეგ ძეგლიაო მე ის წავიღე მაინც მაგრამ რესტავრაცია გაუკეთე და ახლა ცოტა შევამსე იმ სანუკვარის სითხით და თუ შეიძლება აქ დავდებ მიირთვით გემრიელად და მადლობა დაახლოებით დიდი მადლობა რომ ჩემ გვიტლზე მიიტანეთ ასეთი იერიში დაახლოებით მე-5 ჯერ ვარ ალბათ ამ პროექტში ხო ხსნურად და ყველა მონაწილე ხო აქეთ კენდებს აქეთ კი არა მე რამდენჯერ ვარ ამ პროექტში რამდენჯერ და არც ერთხელ აქეთ არ წამოსულა არაფერი დიდი მადლობა გაიხარეთ ну რა ვიცი მე წარმატება მინდა გისურვოთ ბატონო და დავიწყოთ რა ვიცი შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ წარმატებას გისურვებთ მადლობთ ბატონო და წესები ვიცით კი ძალიან კარგი 3-მდე დავითვლი მოემზადეთ წარმატებას გისურვებთ ხო რა და წავაგე როგორ გეკადრებთ მე იმედი მაქვს რომ მოიგებ რასაც მოიგებ მე ვერ წააგებ და რა უნდა წავაგოთ ჯერ არ მომიგია ეგეც არის ნახოთ აბა რა და როგორ იქნება მოემზადეთ წარმატებები 3 2 1 დავიწყეთ აუ მოვიდნენ აუ ხო თქვით დაალაგე თუ აზრებიო დავალაგე და არ მოდიან რა ალბათ წყლისა ეშინიათ აქ მოვიდნენ აი აქ არიან აუ ვიგენი კატა რატომ ჭყავი შენი კატა ყოველდღიურად რატომ და ვაბანავებ მეც ვაბანავებ ჩემსას მაგრამ რო არ ჭყავის მე შენ წურავ მოწამრული სოკო როგორ გითხრათ თლად ღიმილიც არისო ესე იგი წნევა რო დამარტყას და მომიქციოს 1000 ლარ დამარტყმევენ რა რა ვქნა ნიკოლოზ? ესეა. მეცხრეცაზე ვიქნები ალბათ. ამ გაუგებარმა რაღაცა მიმიკა. წდება რომ დაარტყას მეცხრეცაზე იქნება. მეცხრეცაზე იქნება. ამ გაუგებარმა მიმიკა მაგრამ ღიმილმა 50 ლარი მოგცა თქვენ და აპლოდისმენტები. შეკითხვა ვაგრძელებთ თუ არა თამაშს? რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. თქვენ გასაგურეთ მოებზადეთ. არ მოგვეღრიცოს ხმა მიმიკა. უიმედეთ სიტუაცია ჯარში. 1 წუთი. 3 მოემზადეთ ორივე მხარე 2 1 სიტუაცია ჯარში ვარდოსანიძე
რა არის სამშობლო? სამშობლო არის საცა დავიბადე, გავიზარდე და რა ვიცი რა. არა, ვარდოსანიძე, სამშობლო არის შენი დედა. გაიგე? გაიგო. ელბაქიძე, რა არის სამშობლო? სამშობლო არის ვარდოსანიძეს დედა. ნიკოლას, ჩემი გადმოგედო. ხდები, ჩემი გადმოგედო. ეს მოქმედება ღიმილად ითვლება? კიდე გავამეორებ, ნიკოლას, მე არ მაქვს ამის პრობლემა. შემიძლია ვამეორო და ვამეორო. ელბაქიძე, რა არის სამშობლო? სამშობლო არის ვარდოსანიძეს დედა. სამწუხაროდ მე მაპატიეთ ბატონო ნიკოლოზ, იმიტომ რომ ამ ადამიანისკენ ალბათ, იმიტომ რომ გამეორების დროს აღმოჩნდა რომ არ გაგეღიმათ. და თუმცა ჩემთვის ის პირველი რაც იყო, ღიმილი იმას მივამსგავს. მე მაპატიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე წუთი თავიდან უნდა დავიწყოთ. მე ძალიან თქვენსკენ ვარ ატყობთ ალბათ და აი მედია მაპატიებთ. რა კარგია? მაპატიებით ბრძანდებით. გაიხარეთ. ნიკოლოზ დაალაგე ეგ სახე რომ დავიბახოთ. კარგი ხო, კარგი. მოვემზადოთ მეორე წუთი 100 ლარიანი თამაში 3 2 1 18 წლის ასაკში ისევ ბავშვი ვეგონი ალბათ სულ ყველას და ყველანი მეუბნებოდა შესტიორკაო 6 წლისა. კაცი მოკვდა. მსმელი, მაგრამ ცოტა ძუნწი. მოიყვანეს ექიმი უთხრეს. აბა გაშინჯეო. არ უნდაო ფული ჩაუდეს იბეში და გადახედა. თვალები რათა აქვსო, დაშავებულიო. შხამიანი სოკოჭამა და არ ჭამდაო. არ ჭამდაო. მოხდა საიქიოში. ის ადამიანი აირჩიეს საიდგინდაო. ანგელოზის აიხეთა და მე ვიდა დუდუკი ხმა გამოდის, აქეთ მინდაო. შევიდა ჩავარდა. ჩავარდა და ეშმაკი ეუბნება. მოგეწონა რეკლამა. აუ. წავაგე რა. მიხსექსუა. ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი. მეორე წუთი არ გამოვიდა ისეთ წარმატებული როგორც იყო პირველი. როგორი კადრებად? არა და ცოტა გავდა, ნიკოლას გიყურებდი. კი ბატონო, მე ასაკუთრებით იმაზე, არ გაგვეცინაო, მაგაზე მოიწოდა. მაგაზე ცოტა. არ გაგვეცინაო. ბატონო დარს ცოტა ნერვიულობდა. არა, ცოტა კი არ ნერვიულობდა, მაგრად ნერვიულობდა, თუმცა მე ვთვლი რომ ბატონო დარს აქვს იმის პოტენციალი რომ საზოგადოება გააცინოს. თუმცა მე იმასაც ვიტყოდი რომ ეს ანეკდოტებიც უკეთესად რო ყოფილიყო შერჩეული, ალბათ ასე არ ნერვიულა. გაცილებით უკეთესი თამაში გამოგვივიდოდა და ახლა ვიქნებოდით 200 ლარზე გადასული მინიმუმ. დაამატებს ბექარა. ხაროთ, რა ვიცი, არაფერს დავამატებ ამ ეტაპზე. ცუდია რომ ვერ მოიგეთ თანხა. მე ძალიან გული დამწყდა. უღრმესი მადლობა რომ მოგბრძანდით. აპლოდისმენტები გელოდებით ბატონო. დიდი სიმპათიით განვეცხოთ მეს მიმართ. გადავიდეთ მაშინ შემდეგ მონაწილეზე. ლევან ჟიჟიაშვილი, აპლოდისმენტები. მოგესალმებით. გამარჯობა. სასიამოვნოა. რომ ასაკის სპორტული აღნაგობის. სპორტული აღნაგობის არის. ბავშვი ყოფილა კაცი. აი ძალიან მაგარია. საცხოვრებელი ადგილი ტახტი, განათლება ჰარვარდი და მე აქვს საქმიანობა უსაქმური. ისე რო არ დაგეწერა, ეთყობოდა ტახტზე და ჰარვარდზე მიუხვდებოდი. ანუ ძირითადად ძილით შემოიფარგლებით. სავარაუდოდ. და ხობი და გართობა ძალიან საინტერესო მევალეების დევნა. ხოპში გადამეზარდა. ანუ ხო. რა ვიცი, საინტერესო ანკეტა გაქვთ იმედია. ხო, ეცადე. აქ მაქვს ხენი გამოსვლაც ისეთივე საინტერესო იქნება და წარმატებებს გისურვებთ. დავიცოთ? კი. რაღაცა შესავალი შეგვიძლია. ისა მაქვს, პოეზია მაქვს, ჩემი შექმნილი იუმორისტული, პოლიტიკური, თქვენზე, კომედი გრუპზე ერთი ლექსი და დროის გარეშე აკეთებთ, ანუ თამაშის გარეშე. ხო, მინდა თქვა რაღაცა. ხო და კიდე მაქვს ინტონაციური პოეზია. ხო, ნახოთ აბა რას ვიზო. ჩავთო? წარმატებები. ხო, დაიწყე. 3 2 1 მედიაში ატყდა აყალ მაყალი, ნოდარ ხადურს უჭამია ბარკალი, ბიუჯეტით გაახურეს მაყალი, დაილია ლუდიასი ბაკალი. უკრაინის მრჩეველია მაღალი, მიშა ნახე ახლაც არის მაგარი, ეს მარგველა არ ვინიცის სად არის, მე ვიცი რომ წინდებს სოლს და აქ არის.
პარლამენტში კვლავ ვლდება ღადარი, ჯაჭულიანი საბლეტეოდ მზადარი, ციხლის კურაში მას ხომ არ ყავს ბადალი, ზვიგენს უყარს შებოლილი საზანი, ბიძო შენ ხარ პინგვინების სარდალი. მარგველაშვილს უნდა ვკითხო, რა იქნება მერე, წინდის ქსოვა თუ არ გინდა, დაჯექი და კერე. შაბათ კვირას ვითევზავე, დავიჭირე კალმახი. პროფილში რო დამპატიჟოთ, უნდა გავხდე ჩათლახი? ვიღაცაურევს. ეხლა ხო ნამდვილად გაგეღიმა. ხო გაგეღიმა, აღიარე შენ თვითონ. კი, კაცო, ძალიან კარგი. მე 50 ლარი შენია. აპლოდისმენტები. ვაგზელებთ თამაშს. ხო რა. ისე რა. მოიცა? ისე რა. დავაგზელებ. ვაგზელებთ. კარგი, 3. შემდეგ ლექსი არის შალვა ნათელაშვილზე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოლიტიკოსია ბატონი შალვა და ვაღიარო. კი ბატონო. ჩემი იუმორისტი 3. იუმორისტი 2. 1. ჩემო შალვა ნათელა სულუსტენე ლანელმა შენმა გამოხტომება დაგწვა დადაგვანელა გააფრენდა დარბი ხარ ქვეყანას არ გიხარ სკამი კონდეს ის გინდა ღმერთო ეს რა ნაგლი ხარ ჯობს რომ ჰობი შეცვალო იუმორის განძი ხარ ადეიშვილი გაიქცა დიდხანს იქნება მასკაში უგულავაკი მოგვიხსნეს დაათმობინეს ქარქაში ოდი შარიაც დაბერდა პაროტეზე ჩადო ჩაშკაში შარავანდე და დევლება ხადურს ლოყების კაშკაში ისე ნიკოლოზი რა რიცი ძალიან მაგარი შედარება ლოყების კაშკაში კარგია რაღაც მნათობების რაღაც ლოყების კაშკაში ლოყების კაშკაში ამ კაშკაშმა 100 ლარი მოგიტანა შენ აპლოდისმენტები კარგია ბეკას დანა პირს არ უხსნეს ხო არა ესეთი გამი ის გარდა არაფერი გაქვთ ბეკას პოეზია არ უყვარს აი რაშია საქმე ლევან 100 ლარი შენია წინ არის 200 ლარი ვაგზელებთ თამაშს ერთსაც ვცდი რა კომენტი შეიძლება დავკარგოთ 100 ლარი შეიძლება 100 ლარი დავკარგოთ დაფიქრდა გავაგზავნოთ 200 ლარი საჭიროდ ნიშნავს აბა ვნახოთ მაშინ რა იქნება მოვემზადოთ მოიცა კომენტი გრუპზე ვკითხულობ ეხლა რა ისე ეს ისე არა ისე რა ჩართო დრო ისე რატო 3 2 1 კომედიას უყურებდი გავიხარე გული ზაურამრო დაუძახა როგორ ახარ ჯული ნიკოლოზის ცისმარი ამოხადა სული ცისმოს ხრების არჩენად აღარ ყოფნის ფული ჯული შიშით გენადი მკლავ აუშვა სუნი ვასო ისე იყურება როგორც ჩამოკრული ბუთქუნას და თამაზას დუეტია ძმური დოლარი ჩამოკრული რატო ვასო შე ახალია გაიცოდი ისევ ნიკოლოზი 200 ლარი შენია აპლოდისმენტები მოულოდნელობის ღიმილი იყო ჩვენ ვიტყვით 200 ლარი გვინდაო გვაქვს წინ 400 ლარი ეგრეც 100-ზე უნდა დაგებთავრებინა ნუ რა ვიცი თამაშობთ 400 ლარს იმაქ რაღაცები მაგრამ ისე წაკითხავთ ერთ ისე წაგვიკითხე ანუ წვეთ ეგ დავამთავროთ ხო შეიძლება თუ არა თუ მანთავრდებოდა გაგრას პრობლემად გამეცი მან კიდე ვიყო რაღაც მაგრამ შეიძლება კიდე გამო შეგვიძლია შევწყვიტოთ თამაში და ისე წავიკითხოთ ვინახავთ ხო შემდეგი მოსვლა მოდის ე ბატონ აბა ისე ორი შეგვიძლია თვის მოდის და იმლებს რო აგწელებს აი ბექარო არ იქნება მე სხვა პოზიციასაც შევქმნი რა კარგი შევწყვიტოთ თამაში და თუ შეიძლება სურვილი თუ გაქვს ისე წავიკითხოთ პოლიტიკურს რა აბა ჩვენ მთელ ქვეყანა პოლიტიზირებულები ვართ თუ როგორ ე ბატონ ფეხბურთი და პოლიტიკა რაშიც ვერ ყვებით ყველა მამაკაცები ორი წაკითხოთ თუ ერთი დრო როგორ აქვს რავი ამ ეტაპზე ერთი ალბათ აი შინ ისა რა ქვია ალუდა კეთელაური საყოველთაო ცნობილი პოემა ჩემებური ვერსია რა მაცნე მოვიდა ბიძოსთან ნაცებმა მოქცე ზიანი დაატერორეს ბიზნესში აუშვი წოლოკიანი ან და ჯაჭვლიანს მოუხმოთ ბრუსლევით იცის ტრიალი ეს რომ ბიძინამ გაიგო ზვიგენს დაუშო წყალიო მოიხმო ალასანი აქ ჭირდება შენი ხალიო ხარისხიანებს დავიჭერ მაცალე ცოტა ხანიო უგულავა და მიშიკო ხარისხიანი არიო სააკაშვილს უკიდია დახტუნავს როგორც მარიო უნდა მოასწრო მიშიკო ბიძინას ჩაი დალიო თორე ნაცებში შენახარ გლავნი ხარისხიანიო რა დროშა მოგცა მიშამა წითელი გზელტარიანიო
ჩვენი პოლიტიკაში ვერ ყვევით გადასარევად. ყველაფერში ვერ ყვევით. ეხლა გავერკვიოთ სეიფში. ეხლა როგორც იქნა ბარაბარაბამ ბარაბამ ბარაბამ ბარაბარაბამ ბარაბამ ბარაბამ გამოვიღოთ 200 ლარი? ეს ამას ისე ჩაკეტილი არ უნდა რომ გავაღო. არა, გილოცავ გულით, უბრალოდ გული პოეზია. არა, როგორ არ უყურს პოეზია მიყვარს. იტუ. ესე გავაგრძელებდი პოეზია უყურებოდა, მაგრამ მე აგერ ყავს კაცი, რომელიც გიჟდება. ერთი კაცი სიმეძე ცოტა. კარგი, მადლობა. გაიხარებო, აპლოდისმენტები რომ გესტუმრე. პირველი 200 ლარიც გავიდა. დარჩეს ისტაბეჭდება რომ პოეზია მიყვარს. მართლა მიყვარს. ჯერა? არა, კაცო, ეგ 12 ლარი დარჩა, ხო, როგორც მახსოვს, 200 გავიდა. დარჩა 12 ლარი. რომელიც უნდა ჩემი კუთვნილი 12 ლარი. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. კარგი, გადავიდე და მანამდე მოვიმატე. შაქრო მექერიშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო შაქრო, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო. ხალხის პირას ვიდიან ხარება და გოგია ერთმანეთს შეუგებიან რომელი უბრალოდ რომელი პროჯექტია ხარება მუცხრა გოგიას ნაფარეული და ვერ ნაფარეული ჯერა რასაო ბიჭო გოგიო ნაფარეული კერა გურჯანის ახაშკის ფაფრისტენების საფერავ ერთ-ერთი პროჯექტიო მე შოუზე გავიდე რომელი შოუჯობიო ანუ შოუ კარია ის რა შოუჯობიო რასაო ბიჭო გოგიო შენაგინა ხა რუსთავი ვაზირა გაიშეხლა ახალი შოუ გაასწენე მოიგე ის თუ ყველა შოუ საჯობიო მიუგო ენა მოსწავლეობა გოგია. მიუგო ენა მოსწავლეობა ხარი. ბეხარიან. გენაცვალეთ. რომელიც საშუალება რომ ერთი სიტყვას თქვა შემდეგ. ახლა ბძანეთ თუ გნებავ და მე გაგესაუბრებით ჩვენ. ეს უჩვეულო ოჯახი ვაქვს. 22 დეგება და ბიჭი, 22. გილოცავთ. ქალი არა ყოვარავინ. მე გაგიხაროთ ერთმა და გაგიძლევთ. ეს იყო ქათაკ ხოდა ბიჭი ბავშვი გააშენე და დაუყო ისულსაც. Păi, ეხლა ყო 10 თვის. ეს აი ამას დაგავიშვი ბაზარი გამინა თქვა რომ ის 10 თვის ბავშვი ჩვენმა მუნიციპალიტეტმა გაზარდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩვენს ემზა ჯიქურაშის მადლობას ვუხდით. ზურა დანიელიშვილს რომელიც გვინაცვლებს როცა შვილებს გაუნაწილებს და გვინაცვლებს საჭმესაც თუ კი ამას საშილვარო ყველაფერს აღონებს და ეს 10 თვის არის და 7 თვის 10 კილო უკვე. კილო ახალი მოიყოლეს მუცედა. გაიხარეთ, როცა გამრავლოთ, გაგახაროთ. მოგაშენოთ და რა ვიცი, ახლა ბიჭები ყოლიათ ყველა და გოგოებიც იქნება, ვიღაცები მერე და რაღაცა იქნება, კაცო. ყველა ბიჭი ხوار იქნება. სულ ესე ხوار იქნება, რაღაც შეიცვლება. პირველ რიგში მოგესალმებით და სასიამოვნოა რომ 85 წლის ბრძანდება ბატონი შაქრო და გვესტუმრა და დღეს და აქვს იუმორის განწყობა. ძალიან სასიამოვნოა. დავიწყოთ ბატონო შაქრო, წესები ვიცით? დიახ. წესები ვიცით, ძალიან კარგი. მაშინ წარმატებებს უსურვებთ ბატონ შაქროს. აპლოდისმენტები. მოემზადეთ 3, 2 და 1. ბავშვი აგონდა სწრაფია, სიაკი არ დღე, რა გაარწმუნოს და კოკურა გაგიხოს. რასო მოკაცული კება, თუ გადიღამეს და სავზავზე, რა გავხსენე. კარგია, 1 წუთი. ძალიან კარგია, ყველას გაგვეცინა ერთად. ბიჭო. ბატონო შაქრო, გილოცავთ 50 ლარი თქვენი აპლოდისმენტები. გამყოლიფავს. არა, ძალიან კაი ისტორია იყო, ამას სადაც მომიყვარი გარდა. ვაგზავნებთ თამაშს. ძალიან კარგი. 3 მოემზადოთ. 2 1 ეგერი უნივერსიტეტში მივიდა, მე მიგაცო, მაგრამ მოსულო. ერთი წუთი, ბატონო შაქრო, 1 წუთი. შანსი არა მაქვს. შანსი არა გვაქვს. ბიჭო, მე არ არსებობს. შანსი არა გვაქვს. გამომცვალე. ბატონო შაქრო, 100 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. ბიჭო. 1 წუთი სიჩუმე, 1 წუთი სიჩუმე. სამართლიანობა მოიწერე. მაინც ვიცი რომ ცოტა.
ერთი წუთი შეშუე. ბატონო შაქრო, 100 ლარი თქვენია, ვაგრძელებთ თუ არა თამაშს? წინ 200 ლარია. ერთი წუთი. რას კითხულობ, ბატონო, მან ძალიან მაინტერესებს. რა მისწონო აკრასაც სიტყვია კითხულ. პირველი ისტორია მოგვესახა მეორე. ერთი წუთი ვაგრძელებთ? 3 2 1 ბავშვი არიჯინებს. დიძებსებია და ლამპა იჭრება და ნიყლებო. რას თავშეულ შეიძლება? მაინც ხომ ამაში მაგითხოვ ლამპა შეგრომ გადაგყლაპო. ბიჭო. ინტონაციაზე მივხვდი რა ის ანეკდოტი. ბატონო შაქრო. 200 ლარი თქვენია, ბატონო შაქრო, აპლოდისმენტები. გავსერიოზულდეთ. კარგია, 200 ლარი თქვენია, მე მაინტერესებს წინ 400 ლარია. თამაშობთ თუ არა? კი, თამაშობ. მაშინ მოვემზადოთ 1 წუთი. ბიჭებო, 1 წუთი ბატონო შაქრო. მოვემზადეთ ბიჭებო. 3 2 1 საძონავად გახდა, ცოლსა მივიდე, ცოლის ხაზზე მივიდე ქალების ანახავად. გაიხედა გვერდზე, აი მგაშენ იფხავ რაციო. ცოლმა უთხოვა, საწყარი სიცხე და ბოდასო. დედქოზე ბოდას, მაგრამ რომ იყურება ვერდა ვინახეო. გადაბჟირდი ქვია მაგას. კარგია, 400 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. ეხა 1 წუთი სიცხე. კითხე ხო არ წყვეტს. ბატონო შაქრო, თქვენ გაქვთ თქვენი კუთვნილი 400 ლარი. წინ არის 1000 ლარი, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ მათგაცინება, შეიძლება 400 ლარი დავკარგოთ. ამიტომ გადავწყვიტოთ, თუ ბუნებაში არაფერი არ იკარგება. ეგეც არის, ბუნებაში არაფერი არ იკარგება. ბუნებაში არა, მაგრამ ჩვენთან ჩვენ ბუნებას არ ვეკუთვნით. ვაგრძელებთ ან? მე ყოფა ეს საყვარელი ისო ნახე აქ. მე ტელევიზიით ვერჯერ გამოსულა, ჩემთანაც ყოფილა გურჯაანის ტელევიზიაში. ექსებს ავწერა მე ორი უმაღლეს განათლებას. თანამდებობის მუშაობდი, ბევრამე გადამხედია. და ბოლოს იქამდე მივედი რომ აი მაინტერესებდა რომ აი ეს მდგომარეობა და თქვენი თავი მაინტერესებდა რომ ასე უნივერსალური ხარისხაზე ყველაფერი ჭილი გაქვს. დირიჟორის ახართ, გადამცემის ახართ. რა ვიცი, დამფუძნებელი და ყველაფერი და ყველაფერი. ასე რომ წაიგიხოთ ეგ. ასე რომ წაიგიხოთ. ანუ ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებთ. სიჩუმე, აპლოდისმენტები. სიჩუმე, მოვემზადოთ. 1000 ლარია წინ მოვემზადოთ მეგობრებო. 3 2 1 უშუალოდ ხმას წყობი ვიჯი ეყურა. ქარი გამოვიდა, გარეგებია, ქვევრი ღია დატოვა. ბავშვი რომ მივიდა უკან ორი დამხტალბო ახლა. თავი რომ მოიკრა მე გზა რა. აიღო ხანჯალი გამაზო გესმის და უნდა დაიწყე მუშაობი. უსტავ კაცმა დაიწყა. რა შეიძლება შევიდა და ხტებო. თურმე კაცი ჩაურია ხელები იმას ეწევა. სიგნალი ყოფილა ეს ყველაფერი სიგნალი. კარგია. კარგია, კარგია. ბეკას წასკდა სიცილი გილოცავთ 1000 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, ესეც დამთავრდებოდა. მოკლე კავით ყოხდა ხალი. შორნაშავის ლამაზი ეს შენი პატაზარი. დავესალ დავზრავ ცივი ხარი. მოკლე კავას მაღლაძებს გამოჩნდება ქვეყნის თვალი. მემრე უკვე მლაშია და აღარ გავაგზავნებ. ბატონო შაქრო 1000 ლარი სადა ეს 1000 ლარი ვერ დაიგარქება ბუნებაში თუ არ წაიგეთ. გამოართვით თქვენ მოიგეთ 1000 ლარი. გამოართვით ნიკოლოს თქვენი 1000 ლარი. აიღო სეიფი. ნიკოლოს სალტაბიო სუხადა. 100 ლარიანები მოგართვათ 50-იანები თუ ხურდაფულით ჩაგითვალოთ და დილამდე ვიდე. გაგიხარდებათ. გილოცავთ. აი ეს 1000 ლარი თქვენ გილოცავთ? აბა შეიძლება. არა. არა კაც. მაგას გვინდა ლოჯები ისა. მაგრა თუ ნაი. ენაცვალეთ იცოცხლე. არ გაგზავნებოდი. ინდოგი მალობა გადაუხადო ვისაგორის აი ამ გადაცემას მათ ამყვანებს მათ დამწეს და ყველას ვინც ეს მოაწყო ვინც ეს შოუ შემოიღო ყველას გასწრებით ეკონე ბედნიერება ეკონე გამრავლება გახარება და დამწერლობა გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე გადავიდეთ გადავიდეთ
შემდეგი მონაწილე ნარგის კოპლატაძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა, ნარგის, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ნარგის, სასიამოვნო პირველ რიგში რომ გვესტუმრეთ. ზეგი წეგან ცოტა დავლიეთ მე და ბეხარ რა. ცოტა გვაპატიეთ. საყვარელი კერძს რო გადავხედეთ შეიძლება გაგეჩინოთ მაგით უკეთესი. თქვენს საყვარელი კერძს რო გადავხედეთ სოფლის კათამი და გურული კაცის ხაჭაპური. და ყველაზე მაგარი ერთი რა ეს ამას გავამახვილებ ყურადღებას აი ამას. ჰობი, თამაშები და ჩამოთვლილი არის. პირველი რა არის? ტენისი. ნარდის და თითქმის ყველა თამაშები. ტენის თამაშობთ ახლაც? ძალიან კარგი. შემიძლიათ შეგეჯიბროთ. ძალიან მიყვარს ტენის სხვათა შორის. და ჩემ შვილიშვილებს შეუძე ნოუთბუქს თუ იმას ვიზამო ესე თქვა. ანუ ტენისის მაგი და გაქვთ ალბათ, ხო? უკვე. წარმატებებს გისურვებთ. ნოუთბუქს მე გადატეხავ შუას და კოკო. გამოტონა ესე მივიც. ძალიან კარგი. მაშინ წარმატებებს გისურვებთ, მოვემზადოთ. 3 2 1 დანაზოგი რაც კი მქონდა ყველა ჩავდი აქ მოსვლაში. 5 ჯერ თუ არ გამიცინებთ წამოყვებით მე თქვენს სახში. ცოლი გარეთ გამოგაგდებს, რადგინდოდა სხვისი დედა. შენი მე რომ ავიტანიან ამისათვის მსჯიამდენად, ჩემი შვილი გავათხოვე სიძე შენ ხვდა კარგზე კარგი. საჩუქრად მე თან წავყევი, არ ჭირდება ავიზარ. ჰამ. აი როგორი უცნაური ხერხია. აი როგორი პოეზია მიყვარს თურმე. ო, აი როგორი პოეზია გიყვარს. მოქმედებითი. ბეკას გაეცინა 50 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. ნოუთბუქი ჯერ არ მოგვივა მაუსი. იმას თავისი მაუსი აქვს. ვაგრძელებთ ანუ თამაშს. ნოუთბუქი 1000 ლარად მოგვივა. მოვემზადოთ 3 2 1 პირველად დღეს ახლო გნახეთ. რა სუსტი ხარ, ჩემო ნიკა. კარში გარეთ არ გახვიდე, თორემ წელში გადაგწვიდავს. ხშირად ტირი ჩემო ნიკა, დღეს ტირილი არ მინდა. კანფეტი რომ მოგაწოდო, გამიცინებ ნამდვილად? კანფეტის ამოღება კიდევ მოვიწყდა ესე. გაიგიმა ნიკოლოს, გაიგიმა. დაგავიწყო სპეციალურად დატოვეთ. არა, კანფეტები წამოღებული მქონდა, მაგრამ დამავიწყე. შემიძლია შემდეგ მოგწევთ. კარგი, 100 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. გამოდონარგის, ვაგრძელებთ. თარი წვიტავს წელში ნიკას. მიზანი ისეთია, რომ უნდა ვაგრძელოთ და ვაგრძელოთ. მოვემზადოთ 3 2 1 თეთრ ზვიგენს რომ გეძახიან. შეიფერე, ჩემო ნიკა. არამჯერად ზვიგენი ხარ, კიჭუ თუ არ გამოგიჩნდა. ბავშვობაში დაბრუნება, ნიკა როგორ გიხდება? სულ რომ ტირი არ გცხვენია? გაცინება გიხდება. ეს ეხლა ჩემი შვილიშვილია ეგერ. ეს ნიკა არაბიძე ყველა მიცით. ის კი საბათოდოა. თქვენ ორ შორის წინაპარი მე ზვიგენი მგონია. გაუღინე შენ ჩემ საბას, გააცანი თავი. ზვიგენია თქვენ ორ შორის დამნაშავე ნაღდი. ორეული მოგიყვანე, თვალები აქვს ცისფერი. თუ არ ჯერას პასპორტი აქვს, თუ კი ჩახუთი მიხდებით. აი ჩემი საბა დაინახება. აჯონე ბიჭო. კარგია, გაგვეღიმა ნიკოლოს, გაგვეღიმა. მე? კი, შე გაგეღიმა. არაღაც. როგორ არა? 200 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. აი 200 ლარიდან დაახლოებით ვიწყებ ხოლმე ამ ტრადიციულ შეკითხვას. იქნებ შევწყვიტოთ თამაში და არ გავაგრძელოთ, თუ გავაგრძელოთ და შეგვეშინდეს დაკარგვის 200 ლარის. დღე-დღეობით ბავშვები მართლაც ეს საკმარისი იყოს. ანუ გავწყვეტ თამაში და 200 ლარი დაკმაყოფილდები. თქვენი ნება, გაიგოს სეიფი მაშინ და გამოვიდეს 200 ლარი. რო ჩავწეროთ ეს. ეს კაფეთი თქვენთვის წამოვიღეთ და დიდი მადლობა. მეკონა მინაით. დილოცავ დიდი მადლობა. აპლოდისმენტები გავაცილოთ. სასიამოვნოა თქვენი გასწავლილი კარგი. აიხარეთ, მადლობა გამოდონებს. ყველას თხოვ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს. გააცინოს ხალხი და ნაყოფილი დარჩებას ალბათ აქედან წაზებს. ყველას გესურვებ მოგებას და ჯანმრთელობას უყურებთ.
ხო, მე არა, ხო, ყველაფერი თქვენ გადაცემაში. ჩემთვის შემოგევლე. ღვინო თქვენ, Wilder-ი თქვენ, კამფეტი თქვენ. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეს. რა თქმა უნდა. ოთარ სოზაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა. მოგესალმებით, ბატონო. აიხარეთ. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ. მადლობა. კახელი ბზანდებით. კიჟიყელი. უბატონო. უბატონო ქვეყნიდან. კი ბატონო. საყვარელი ცხოველი გიწერია ცხენი. ეს წელის მიხედვით ხოლმე საყვარელი ცხოველი ზოგადად გიყვარს ცხენი თუ წელს რო დაემთხვა ცხენის წელი იმიტომ გიყვარს. არა, ზოგადად. რაკონის წელს ცოტა გაჭირდება. კახელკაც, ხო, კიზიყელკაც ცხენი უყვარდეს. კარგი, აქ წერია ესეთი რაღაც, იდეალი ქალი შორენა ბეგაშვილი. და მე გიწერეთ მოგების შემთხვევაში რაში გამოგეთახოს და ჩემს მეგობრებს სახინკლეში დავპატიჟებ. ჯერ გიწერია საყვარელი ქალი შორენა და მე პატიჟებ მეგობრებს. არა, პრინციპში შორენა დიეტაზე არის მართლა და ხინკალს. რა ვიცი, მე წარმატებები მინდა გისურვოთ ბატონოთარ. ასევე წარმატებებს გისურვებ. თორე შეგვიძლია დავიწყოთ ბატონო. შეგვიძლია დავიწყოთ, წესები ვიცით. წესები ვიცით. წესები. არა, მინდა მოყვე მე ნამდვილი ამბავი რაც მოხდა ჩვენთან სოფელში. ეს დროის გარეშე? კი, დროის გარეშე. კი ბატონო. მერე გეტყვით. წვიმაში მოხვედრილი ბიჭი ენაჭლიქინა. დავიწყოთ. 3 2 1 მოვიდა სახში სველი. გამოხსნა პეჭი და შეაწყო შექმები გასაშრობად. თან ოჩხეკავს. გავიდა რამოდენიმე წუთი და უნდა ნახოს შექმე გამშრალია თუ არა. გამოხსნა და შექმა აღარ არის. თავი ძმას ეკითხა. დოეაკლო თექმებით ავადგე გაიქნაო. კატა შესაკუ დუღოლგაში. ეს კატა იწובה რა. პეჭი და აფხაკმუნებს. გამოხსნა პეჭი და ეუნება. დაგთხა ფითო. აიღო დიდი ტაფა. დადგა გაზე და დასყა ინავრის ჭუკები. ეწევა ფეხები. ამას გონიაც ეკოვე. ტათი ბიტო, ტათები, ტათი. ბიჭო, ყველაზე მაგარი რა არის ისტორია. მარტო ფეჩზე როა, კაცი და ფეჩი. რაკეთი უშობილი ადამიანია. როგორ ეხმარება ცხოველებს კათბობაში. ანუ იმკაცო რა შვები, რა ვიცი, სახლი ფეჩი. ხო, რა ვიცი, სამსახურ სახლი ფეჩი. კარგია, ბატონო ოთარ. 50 ლარი თქვენია აპლოდისმენტები. ვაგზელებთ თამაშს. კი, ვაგზელებ შესავალს ვაკეთებ. აბა, რესპუბლიკურში მუშაობდი და იქ მიღებში იყო ისტორიას ხსნიდა, ესაც ენაჭლიქინა გოგო. ჩართო. ფეჩი ქონდათ იქ? არა, ფეჩი არა. ხო და პაციენტთან იყვნენ მოსულები, ნახველები და ეუბნება რომ ჩემი პაციენტი უნდა ვნახო რა. ნუ არ შეიძლებაო შესვლაო რა. გავაგზავნე. 3 2 1 დათვა გაიყვან ეს ხალხი მომაცოლი მე მეტი აღას ემიძლიაო. დაკეტა კარები და მეუბ შია უნდა წავიდეო, საჭმელი უნდა ვიყიდო. მოიტანა ხაჭაპური და ხაჭაპურს ჭამს. ჩემი მეგობარი ეუნა მოიტა ერთი მაკმენჩინიო. თელა ნაგრი ხა დღეს ხო უკმა 10 ხე ციელი მოკვდე. ადი მამსოლი დაკეტა თქვენ დანახოთ აღარ მინდა. მეგობარ გოგოს გავყევი სამშობიაროში გამომყევიო რომ მინდა 2 მუცელი მოვიშალო. ასამ გოგო მეუთხარ იქ რა მინდა. არ ვიცი სად უნდა მივიდე. მივიყვანე მივყევი და მოიტაო ჯერ შენ შედიო კაცო. ძალიან კარგად არის ჩამოყალიბე. დაიწყო ფეჩზე ფეჩი იყო, დაიწყო სამოთხობოს თემა, სამოთხობოს თემა არის. საინტერესო ისტორიაა ნამდვილად. 100 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები 100 ლარი არის. ეს სამშობიაროს ამბავი გავაგზელო რა. თქვენი ნება. ვაგზელებთ სამშობიაროს ამბავი. მაშინ 3 2 და 1 შენ შედიო მითხრა და მეუთხა რა სამო გოგო მე ამასთან ამინა რისთვის შევიდე. შედიო მე მსხვენიაო კაცო. შევედი და ექიმს ვეუბნები. ეს მეთქი მუცელი უნდა მოვიშალოთ. ექიმი მიყურებს და ნარკოზით გინდა თუ ნარკოზით. დამოვიც. თებზე რამე თებზე რომ მოყვეს? არის დრო ჯერჯერ ნახევარი წუთია იქნება. ახლობელი გოგო ჩადის მეტროში. მეუთხა ფული ჩააგდე და გაიარე მეთქი. ჭიბეს ჩაიდო შემოვარტყა გასტილემ. ჩავედი და მეტროს მატარებელს ხელუსხმებს გააგჭირეო. მეუთხა რა საკეთებ აქ ფული რო ჩავაგდე გამოიარეთ მეთქი. ჩავჯექი და ამოიღო ხურდა ფული და უნდა გადაუხადო ზღოს. რა საკეთებ მეუთხა გოგო იქ ხო გამოიარეთ. ეს რო წვალობს ოჯახი აქ დადისო რაღაცაო შენახო არ უნდა ამის ორშულსო კაცო იქ რო ჩავაგდეთ ეგ ხო გამოიარეთო რა. ხოლმე ძალიან ცუდი, მაგრამ არა უშავს. უთი ამოიწურა.
ორი თემა კაი მომზადებული. ორი კარგი იყო. მე დავიბენით. დრო დავხარჯეთ იმაში, რომ გაგვეხსენებინა რა ქონდა სამწუხაროდ. არა უშავს. კარგი თამაში იყო დასაწყისში. კიდევ გვესტუმრეთ. კიდევ მოვა. აუცილებლად. გაიხარეთ მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა არის, გააცინე და მოიგე. დიდი მადლობა. მართალია თანხა ვერ მოვიგე, მაგრამ არა უშავს. ხო ვიხმურეთ და მომავალში კიდევ მოვა. მოდი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. შევაჯამოთ. რავი, ჩემი აზრით გამოგვიდა ძალიან საინტერესო გადაცემა. ეს კაც. დამეთახვევით ალბათ და მე აინც კონკრეტულებზე აი მე შაქრო მექერიშვილს ბატონი შაქრო ძალიან მაგრად გვახალისა. მაქსიმალური თანხა მოიგო. თუმცა ვინც მოისმინა და ტელემაყურებლებმაც ალბათ შეიძლება მაინც და მაინც ისტორიები ვერ დავიმახსოვრეთ. როგორც ვერ დავიმახსოვრეთ ჩვენ ასევე ალბათ მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო დამეთახვევით ალბათ. ქალბატონის სიდედრი იყო გამოსული დღეს დღევანდელ თამაშზე და იცით არის აი ისტორიები მოყვა, უბრალოდ აი ერთ მომენტში გააკეთა ძაღლის პაროდია. ანუ უფრო ალბათ მაგ სტილში, ალბათ უფრო რაღაცა არ ველოდებით ისეთ საქციელს. მე ვფიქრობ, რომ ესეთი უფრო გაამართლებს ვიდრე თქვა ანეკდოტების წაკითხვა. აქ ერთი ადამიანი იყო, აღარ მახსოვს სახელაგვარი, კითხულობდა უბრალოდ დაწერილი ანეკდოტებს. კითხულობდა არანაირი ხო ხასიათის გარეშე რა მეგონი მიშიკო, ხო? ხო და ნუ კარგი იქნება თუ აი ანეკდოტებს შეიძლება ანეკდოტი მოყვე, მაგრამ მოყვე როგორც ბატონმა იმან მოყვა შაქრომ. ეს არ გესმოდა. ერთი სიტყვით ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ამ გადაცემაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გააცინეთ ზაღლუკა რუსთავი 2.com. ან მობძანდით სანდრო ეულის 5 ნომერში ან დარეკეთ ჩვენს ტელეფონის ნომრებზე. ერთი კვირით გემშვიდობებით.